მოგესალმებით ჩემოსაყვარელო გამწერებო ჩემი ულამაზესი ბორჯომიდან, ჩემი მშობლიური ქალაქიდან და ეხა მინდა თქვენთან ერთად მოვამზადო სანდროს მოუნდა ხაჭაპური და მინდა ჩემი უნივერსალური ცომის რეცეპტი, რომელიც ძალიან ხშირად ვდებ ხოლმე ამ ცომს, მაგრამ დიდი მოთხოვნილება ამ ცოლზე ძალიან ბევრი მწერს, რომ აი ზოგს არ გამოუვიდა და ამიტომ კიდევ ერთხელ ჩავწერ. ამისთვის დაგჭირდება 1 ლიტრი თბილი წყალი. ნახეთ, 1 ჩაის კოვზი, მარილი, რა თქმა უნდა. ეხლა გავუკეთებ შაქარს გავუკეთებ 2 ჩაის კოვს. უხდება შაქარი და აი ესე კარგად უნდა ამოურიო. უნდა გავხსნათ. ეს როგორი ცომია, იცით, აი ნებისმიერ ადამიანს რო გამოუვა, აი ცომი რო არ გამოვიდეს, ხო იცით, აი ესეთი ქალბატონებიც ხო არიან და აი რამდენჯერ გამიგია რა ტაპორით გავჭერი ხაჭაპურიო, აი ესეთი ხაჭაპური გამომდისო. აი იმათაც რო ძალიან მაგარი რეცეპტია რო გამოუვა. ნახეთ, თვალის ომით მე მიყვარს აი ეს ზეთი ძალიან. ყველგან იყიდება საბითუმო მაღაზიებში, კარფურშიც ვნახე რომ შემოიტანეს, აი გიჟდები მიოჯუზეზე 1 2 3. აი ესე მეტი არ უნდა ამას. ეხლა უნდა მოვაყარო საფუარი, ნახეთ. აი ამ მეთოდით მოვამზადეთ, აი ეს ნახეთ, უნდა მოვაფრქვიო. აი ნახეთ. ცოტა 2 ჩაის კოვზი საფუარი. აი მოვაფრქვიე. ეხლა ახელს არ ვკიდებ ამას, სანამ საფუარი არ გააქტიურდება და აი ამობუჟბუჟდება, სადღაც 10 წუთიც არ უნდა, 7 წუთიც არ უნდა. ამოურევ, დავაცრი ფქვილს და მოვზელ ფქვილს, აი როგორც იცი, ბოლოს ზეთით დავამთავრებ ზელვას და მერე სულ რაღაც 70 გრამ კარაქ შევაზელ. და აი დამთავრდება ამით ყველაფერი და რა თქმა უნდა ამას გაჩვენებთ ყველაფერს. ფერი შეიცვალა, გააქტიურდა და ეხა აი ესე უბრალოდ ესე ამოურევ. მეტი ამას არაფერი აღარ უნდა. და ეხა რა თქმა უნდა დავაცრი ფქვილს. სადღაც 1,5 კილო ფქვილი ალბათ წავა, მე თვალის ომით ვაკეთებ ყველაფერს და დავაცრი ფქვილს და მერე აი 70 გრამი ბევრი კარაქი არ უნდა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. 70 გრამი კარაქი უნდა შევაზილოთ. ეხლა ჯერ ფქვილს დავაცარი ფქვილი და ეხლა უნდა ვიმუშაო ხელით. აი ეს მიყვარს კომბაინი, ყველანაირი კომბაინი მაქვს, მაგრამ ხაჭაპურის ცომს უხდება ხელით ზელვა, აი უნდა შეიგრძნოთ, აი ესე კარგად, აი უნდა შეიგრძნოთ და აი ამ ჩემი უნივერსალური ცომის ყველაზე მთავარი რა არის, იცით, რომ აი ხელშივე უნდა ამოიყვანოთ ცომი, აი ნახეთ, აი ხელშივე უნდა ამოიყვანოთ საფუარი. ეხლა ეს ცოტა ცხელია, ამას მე კიდე დავაცრი ფქვილს და აი ეგრევე მივხვდები, რომ მეტი აღარ უნდა ფქვილი და უკვე მთელ პროცესს დავასრულებ, რა თქმა უნდა, ზეთით. აი ხა დაგიბრუნდებით კიდე ძალიან ცოტა ხანში. ცომი არ უნდა გამოგივიდეთ არც ძალიან თხელი და არც ძალიან სქელი. აი ნახეთ, აი უნდა გეჩვენებოდეთ, რომ გეკვრით ძალიან ხელზე, მაგრამ უკვე იმდენად აი ხელში ვეგრძნობთ, რომ ცომი მთლიანად ამოსულია. ეხლა მე ამას ფქვილს უკვე აღარ დავუმატებ, აი ნახეთ, ასეთ კონსისტენციამდე არის ცომი მისული და ცომის მოზელვას დავასრულებ მიოჯუზეთი და მერე შევაზელ კარაქს. აი ესე ხელზე დავისხავ და დავასრულებ ცომის მოზელვას. აი უკვე ხო ვატყობთ, რომ ცომი როგორი მოზელილია. ნახეთ როგორი გლუვი ხდება, ნახეთ აი როგორი ცომია. ძალიან მაგარი ცომია. ამით ხვალე დავამზადებ ღვეზელებს,
აი რაც გამეხარდება ხაჭაპურს, შეგიძლიათ ტაფის ხაჭაპური გამოვაცხოთ, შეგიძლიათ ღუმელის ხაჭაპური, მე ხვალე ღუმელის ხაჭაპური უნდა გამოვაცხო და კიდე პური უნდა გამოვაცხო. აი ნებისმიერ ღოზელები შეგიძლიათ გამოვაცხოთ. აი რაც გაგეხარდებათ, აი ძალიან უნივერსალური ცომია. ყველაფერს გააკეთებ და ეხლა დავიწყებ ცხიმის ჩასხმას. აი ეს ცოტ-ცოტას მოვასხავ, ერთი ხელით მიჭირს და აი ესე ხელის მოძრაობით, აი ესე ნახეთ, აი ესე უკვე ცომი მზად არის, აი ნახეთ როგორი ცომია, დავასრულებ ცომთან მუშაობას და გადავაკრავ ცელოფანს და მთელი ღამის განმავლობაში არ არსებობს ამას რო არ გამოატაროთ თქვენ მაცივარი მთელი ღამეთ ის არ იქნება, აუცილებლად მაცივარი უნდა გამოვატაროთ. მთლიანად შევაზილეთ ცხიმი და ნახეთ ამას უკვე აღარაფერი აღარ ჭირდება, მორჩა. ეხლა ამას გადავაკრავ ცელოფანს, აი ნახეთ თითქოს ხო გეჩვენებათ რომ აი თხელია ცომი, მაგრამ არა, ცომი არის მზად უკვე, ნახეთ აი ეს აღარ უნდა ჩავამაგროთ არაფრით, უკვე ხელზეც არ მეკრის. ეხლა ამას გადავაკრავ ცელოფანს და მთელი ღამე ამობუშბუშდება, ხვალე ქვილს მოვაყრი სამუშაო მაგიდაზე და უკვე ფაფუკად ამოვაბურთავებ. აი ეს არის ამის პრინციპი, რომ ცომი უნდა იყოს აი ასეთი თხელი. აი ნახეთ როგორი თხელია. ამას აღარაფერი აღარ უნდა შეხედეთ როგორი ფუმფულა და ხვალ გაჩვენებთ ამას რომ გადმოვაპირქვავებ როგორი იქნება. აი ეს არის ჩემი უნივერსალური ცომის რეცეპტი და ხვალე შევხვდებით უკვე პურებით და ხაჭაპურებს გამოვაცხობ თქვენთან ერთად, მიყვარხართ.